დავით ველიჯანა, ლევან ჭედია, ვისკის მოყვარულთა კლუბი და ვისკის კლუბი ბარი, სადაც ვართ, ჩვენი ლოკაცია, ახალი ლოკაცია შედარებით. დღეს გავსინჯავთ ჩვენი ბარიდან ორ დამოუკიდებელ ბოთლერს. სხვათა შორის 2-3 დღის წინ გავგუგლე შოტლანდიელი ვისკის დამოუკიდებელი ბოთლერები მითხარი მეთქი და დაახლოებით 100 რაღაცა 120 თუ 125 თუ რაღაცა ეგეთი ბოთლერი ჩამომიწერა რა. კაი, კაცო. ჩვენ რო გონია რომ ყველას ვიცნობთ ვიც კი რამე საკეთებს. რაღაცა გაუგებარი ტერმინები, სიტყვები ეწერა რომ ხო, მოკლედ რაღაცა eagle eye და რაღაცა ეგეთი უცნაური ბოთლერები იყო, ხო და აი ეს ორი რომელსაც უნდა გავსინჯოთ, არის ორი ერთ-ერთი ყველაზე პრემიუმ ბოთლერი, რომელიც ათეულში შედის ამ ბოთლერების შოტლანდიაში. ერთი არის შედიოდა. კი, ყოველ შედიოდა. ერთი არის გორდონ მაკფეილი და მეორე არის დანკან ტეილორი. ოღონდ ორივეს აქვს უამრავი ხაზი. ზოგი არის 40 გრადუსი, ზოგი არის კასრის სიძლიერის single კასკი და ყველანაირი რაღაც, ზოგი არის ბლენდებსაც უშვებენ ესენი და გრეინებს სალკე და რა ყველაფერს აკეთებენ რა. ამ შემთხვევაში გორდონ მაკფეილის გვაქვს Discovery, ესეთი მიმდინარეობა, რომელიც არის 53 გრადუსიანი როგორც წესი და ესეც არის 53 გრადუსიანი და დანკან ტეილორის გვაქვს Dimensions, რომელიც არის single კასკების სერია. კი ბატონო. ორივე არის ბუნა, აი ეგ არის თავარი, ბუნა ჰევენია ორივე, ანუ ბუნა ჰავანი არ ვიცი რაც არის, როგორც გენთ ისე დაარქვით, მაგრამ ბუნა ყველამ ვიცი და ბუნა დაუძახოთ მოკლედ რომ მე სიტყვის მეორე ნაწილზე არ ვიდავოთ. ბუნას სპირტია ორივე და აი ბუნა აიღეს დაახლოებით ერთი და იგივე საწყისი მატერიალი აიღეს და რად აქციეს აქამდე მივდივართ. ხო. ის არ გითქვამს შენ რა. რაბა? ადგილი სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება. ორივე არის ბურბონის კასრი. ხა. ეს არის გორდონ მაკფეილი დაძველებული 10 წლით ბურბონის კასრში. და დაბალი გრადუსია. და ეს არის 6 წლით დაძველებული და single კასკია და კასრის ძლიერის 58. ხო. ანუ ხო. მაგრამ ორივე ბურბონი. კი ბატონო, აქ წლები კი ნაკლებია, მაგრამ წლების მიღმა რა კი თუ კი რამე ბენეფიტი არსებობს ის რაც ვისკის ფასს ძენს და წონას უმატებს, ყველაფერი აქვს single კასკია და კასრის ძლიერის არის მთლიანობაში და ნუ რა ვიცი ეს ახლა მაინც ამბობენ ხოლმე 360 ბოთლიდან 133-ია რა იცოდეთ. ეხლა დავიჯერო მე რაც მიჭირავს ხელში ეგეთმა limited edition გამოცემული 1,200,000 ბოთლი ალბათ. ნუ ეგრეა. ხო დაახლოებით. არ წერია მას ბოთლების რაოდენობა. და იმიტომ არის რომ ეს ბოთლი išოვება დღემდე, შეგიძლიათ სხვადასხვა ევროპულ საიტებზე შეიძინოთ, ეს ბოთლი აღარსად აღარ išოვება და ერთადერთი ადგილი როგორ არის შევება კაცო? შეიძენთ, ხო, სადაც ბოთლს არ შეიძენთ, სადაც გასინჯავთ პორციას ამ ბოთლიდან არის ვისკის კლუბი და ხო 2020 წელს არის თან ეს გამოშვებული. ეს შედარებით ახალია, მე მგონი წინა წლის არის და ეს არის 2020 წელს 5 წლის წინანდელი ბოთლია უკვე. ამის შემდგომ ძალიან ძნელი იქნება და თუ გასინჯვა გაინტერესებს, აქ არის მოკლედ. მანამდე ჩვენ ახლა მიმოვიხილავთ და ორ-ორი სიტყვით დაგვესხამოს. ერთი საინტერესო კიდე რაც არის, ზოგადად ბუნა არ ბოლავს თავის ვისკის, თუ რამე ექსკლუზივი არ გააკეთა და ეს ორივე არის შებოლილი ბუნა. ანუ ნახოთ საინტერესო. კიდე ერთი განსაკუთრებული დეტალი ახასიათებს ამ ორ ბოთლს. ხო, ანუ დაგისვამ. მიდი. ნუ, რა თქმა უნდა, დასწუნვას და დაგემოვნებას უნდა დავიწყოთ ალბათ გორდონ მაკფეილით, იმიტომ რომ გაცილებით დაბალი გრადუსია, ხო? კი ბატონო. აბა, ნახოთ. ეხლა იმასაც გავარკვევთ, მე მგონი, საერთოდ საჭიროა კასრის სიძლიერეზე ჩამოსხმა. ნახოთ. როგორი შეკითხვა დავსვი ეხლა. იქ ერთი-ორი ჩვენი მეგობარი. ოხში, რაღაცას თქმას დააპირებ და შილზე გაჩერდებოდა. იმედი მაქვს, თორე ყურები არ მეწვის ჯერ. კარგი, დავიწყეთ აქედან. აბა, ნახოთ. გორდონ მაკფეილის ბუნა 10 წელი, 53 გრადუსი, heavily peated, ესე აწერია. დედა რა მჟავია. მჟავია. და ტორფი heavily peated არ არის. heavily რა გითხრა, მაგრამ იცი რა, ორივეს heavily slightly შეიძლება. ორივეს heavily აწერია, ესეც heavily-ია მე მგონი, ხო? არა, ეს არის უბრალოდ peated. ნუ, ნახოთ. ეს, ხო. მოკლედ, ეს მჟავე ვისკები ჩემთვის არის რაღაცა ცალკე კატეგორია, არ ვიცი თქვენ რამდენად დაგიმოღონებიათ ეგენბავი და ხანდახან ძალიან არ მინდა ხოლმე რა. აი რაღაცა რა ვიცი, დალმორის ხასიათზე რო რაღაცა კამპოტის დალევის, კამპოტიც არ არის, კაც მურაბაა. კამპოტი სუბუქი რომელიც არის ობან 14 არის, კამპოტი დალმორი არის, მურაბა. ანუ სკელი როა და რო ვერ ყლა, მურაბა რო დალიო. ის კი არა რაღაცას გამოასხან რაღაცა.
აი ეგეთი ვისკი თუ გინდა, სიმჟავე არ გინდა რა და სიმჟავე ხანდახან ძალიან არ მინდა ხოლმე და მინდა რაღაცა ტკბილის ხასიათზე თუ არა მით უმეტეს ტორფიანის, მაგრამ არის ხოლმე რაღაც მომენტები რომ ეს სიმჟავე ძალიან მომწონს ხოლმე რა. აი რაღაცა როგორც კვებაზე ვართ ხო, რაღაცა საჭმლის ხასიათზე რომ დადგები. მუღამზე გუნებაზე რომ აი ხამას შევჭამდი ახლა. აი ეგეთი არის ხოლმე ეს მჟავე ვისკები ჩემთვის. სხვაში და ხანდახან ძალიან სიამოვნებს რა და ეხლა სიმჟავე დააკლდა. კი, ეხლა სიამოვნებს. სიამოვნებს რა, მე დააკლდა გავიგე. დააკლდა, კი სწორად კი, ხო, პირველად დროს უნდა მეტი იყო. დააკლდა მეორე დასვენა. ხო, დააკლდა და ძალიან, ხო. და ძალიან კაია. სიმჟავე არის, ტორფიც გადავიდა. ტორფი გადავიდა, ჰევილი ნამდვილად. ძალიან ცოტა ტორფია. ჰევილი კი არა და საერთოდ ტორფს პირველ დასვენაზე ოდნავ იგრძნობოდა და ეხლა საერთოდ არ უგრძნობა, ალბათ გემოზე მოემატება მე ისევ, როგორც ხდება ხოლმე ზოგადად. რაღაცა ხილი აქვს და ვერ ხვდები. ისე მკვახე ხილები აქვს რა რაღაცა რა, ისე სიმჟავიანობიდან გამომდინარე, რაღაცა მკვახე ხილები მელანდება რა. ისე რა ის აქვს კომში. კომში აქვს და მკვახე მსხალი სხვა არის რაღაცა ხეჭეჭური კი რაღაცა მაგარი მსხალი რო არის. ხრიანია, მაგრამ ხრაშუნა და მჟავია, ხო? კი. მე მგონი ეგრე ქვია ხო? საინტერესოა, ისე ახლა აუ, კაია. აი ხრაშუნა რა. ხრაშუნა გაგვისინჯავს და არც ერთთან ახლოს არ არის, ხო? არა, ბუნა საერთოდ არ არის ბუნასა. ანუ ბუნას თავისი რელიზები რაც აქვს, რაც აი რაღაც უცნაურ სითკბოს და იმ სიმლაშეს, მინერალების სიმლაშეს და სითკბოს მიქსს როგორც ბუნა აკეთებს უტორფო ვისკებში გულისხმობ რა, თორე თვითონაც ერთი-ორი ტორფიანი რაც აქვს ხალხში ისინი არ მომწონს დიდად არ მიშნენ. რაღაც ხო. გაუგებარი ტორფიანი ვისკებია და ტორფი თუ გინდა ძალიან ლაფროიგი კაც. ხო და აი ის ეგ არა აქვს რა, მე მგონი არა აქვს, არ ვიცი. მე მომწონს. კაცრებით ქვით ხო, ბურბონი იყო, ხო? ბურბონი ორივე ბურბონი, ხო. მე მომწონს. ძალიან მომწონს, ძალიან, იმიტომ რომ არ არის ახლა რაღაცა ფანტასტიკური და ესეთი მაგარი ბოთლერი მეორე არ დამილევია. ხო, მაგრამ მინუსი არა აქვს. ეჭვი მაქვს რომ ეს უფრო მაგარი იქნება. კი ბატონო. ნახოთ და ხო, მაგრამ ანუ მე ახლა აი ნახე მინუსი არა აქვს. აი მე მინდა ვიყო ახლა რაღაცნაირად კრიტიკულად განწყობილი და რამე მინუსი უპოვო. არა აქვს მინუსი. შეიძლება თქვა რომ უფრო კარგი იქნებოდა რომ რაღაცა, მაგრამ აი მინუსი როგორც ასეთი პირდაპირ აი ეს მინუსია და ეს არ უნდა კონდეს, ეგეთი არა აქვს. რაც აქვს კარგია. ჩვეულებრივად სიმჟავე სიტყვა ხრაშუნა მკვახე ხილი, ოდნავ მოტკბო უფრო მეტად მომჟავო. უფრო კარგი იქნებოდა, ცოტა უფრო მეტი გრადუსი. 50. ალბათ ხო, უფრო ინტენსიური იქნებოდა. თუმცა რავი ახლა არაკლია რა. არა, ნორმალურია რა. მოდი მეორეს დასვენოთ. აბა 54.8, ხო? ხო, და სინგლ კასკი. 54 სინგლ კასკი და ამას უბრალოდ ფიჩე დაწერია. უი, სხვანაირი აბსოლუტურად და ცოტა გოგირდით დაარტყავს. ცოტა არის, მაგრამ კრემი მოხდა. არის, კრემი არის, კი. აი ბურბონის კასრი ამაში უფრო ეთყობა. ეს იყო მჟავე და ამაში აი ეს კრემი და კი, კარაკი, ვანილი და კარაკი და რაღაცები აი ბურბონის კასრი რასაც აძლევს, ეს აი ამაში დანკანტელოში ძალიან ეთყობა. ნუ ცოტა განიერება არ აწყენდა რომ ეს მოშორდეს, აი ეს ოდნავ გოგირდის სუნი უნდა მოშორდეს ამენაირად რა განიერების დროს. რა, საინტერესო. ეხლა ცხვირზე გრძნობ რომ ეს ამდენი გრადუსით მეტია, იმაზე საერთოდ ვერ გრძნობ. ეხლა რო დააპარალელო ორივე ერთ იგივე გრადუსი მოგეჩვენება რა. კი. ხო, ან საერთოდ ეს 54, თითქმის 45 გრადუსი საერთოდ არ ეთყობა და. აბა ეხლა იმას დასუნის გაგიწყალდა. უი ხო. ხო. თორმე ეთყობა. ანუ ის ახლა გააწყალდა. ეხლა ალკოჰოლი მოქმედებს რეცეპტორებზე, მაგრამ შემაწუხებელი საერთოდ არ არის. არა, აბსოლუტურად არ არის, აბსოლუტურად. მაგრამ ეს რაღაც ცოტა გოგირდი მართლა დაყვება რა. დაყვება კი გოგირდი, რასაც აი წეღან რო თქვი იმას მინუს ვერ უპოვი მეთქი, ამის მინუსი რა, ბევრი არა, მაგრამ ცოტა მინუსი ეგ არის რომ ეს გოგირდი გასანიებებელია და ალბათ ჭიქაში 1.5 საათის მერე ესე რომ დააგდო, თამაღად გრადუსი არაფერი არ მოუვა, დაჟე უკაცრავად რუსულ სიტყვაზე 1 საათიც კი აი ესე დასხმულს დავტოვებდი თავისთვის და იქნებოდა სულ სხვა ვისკი ნახდებოდა მე გოგირდ გადასული და უფრო ტკბილი და უფრო ესეთი. ხო, აქვე სანამ განიავდება და გოგირდ გადაუვა, სეტებზე ვლაპარაკობდით, თუ სხვადასხვა სეტები კი და მიმდინარეობები აქვს. ხო, ახლა ეს არის Discovery, ეს არის Dimensions, მაგალითად კიდე გვაქვს ბარში Duncan Taylor-ის აი ესეთი სხვა მიმდინარეობა Octave. ეს Octave-ის არის Duncan Taylor-ის ძალიან საინტერესო რაღაცა. ეს ხელესია, ხო, მაგრამ ზოგადად ანუ Duncan Taylor-ის იმებს ვაშენებ რა, ხაზებს ვაშენებ, რომ ბუნაც არსებობს მაგალითად Octave-ის და Octave არის რა, რომ ლაფროიგის quarter casky რაც არის. კაია, ძალიან მაგარი ვისკია. ლაფროიგის quarter casky რაც არის, პატარა კასრი დირიჟაბლის ინტენსიური კასრის. აი მაგ კასრებს იყენებენ, როგორც Octave არის სულ ყოველთვის შერიში დაძველებული კასრი და როგორც ძალიან საინტერესო მიმდინარეობა აქვს Duncan Taylor-ის. საინტერესო ვისკია ეს დაიმახსოვრეთ. მაგას ახლა არ მიმოვიხილავთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ბარემ სიტყვამ რადგან მოიტანა ეგ ამბავი რა. ნუ ეხლა მე ამ ეტაპზე ცხვირზე ეს უფრო მომწონს, იმის გამო რომ ამ გოგირდ დაკრავს და ჯერჯერობით ესე მალე არ გაუვიდა.
თუმცა ეს ბალანსი კარგია, მაგრამ ეს ინტენსივობა უკეთესია. ინტენსივობა ამას კარგი აქვს და მაგ ახლა დიდხანს რო ვსუნე ეს უკვე დანკანტელური აქ წამოვიდა ისე უკან არომატები და ხო, მაგრამ რა არის სხვა? წამოვიდა აი ეს უფრო მოტკბოა. სიტყვა გაჩნდა ის მკვახეხილები და სიმჟავე ნაკლებია არ არის. ეს ლიმონათი გაჩნდა, ლიმონის ლიმონათი. ლიმონისა თუ ლიმნის? არა, ლიმონი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც არ იკუმშება, ხო? თუ იკოცება თუ იკოცება არის ბოლო რო არის და იკუმშება, შუიდან რო ვარდება. ლიმონის შემთხვევაში იკუმშება. აი, გავსინჯოთ? ხო, ვისა, ამის შემდეგ ბალემ ეს ბოლოსში ტიტრები რო წამოვა ხოლმე, იქ ცოტა გრამატიკის გაკვეთილებსაც შევულებთ ხოლმე, რადგანაც ამდენი შეგვიძლია მოგიყვეთ მასე. კაი, დავიწყოთ ამის გასაგებია. აბა, ნახოთ. 43 გრადუსიანი გორდონ მაკფეილის გულა. არა, კაი სუნი აქ რა. გემოზე ტორფი არის გემოზე. ბევრად მეტი ვანილია. ვანილზე. ანუ სიმჟავე გემოზე აღარ არის, ტკბილია. სიმჟავე საერთოდ არ არის. ოდნავსკი. სუნზე რაც იყო სიმჟავე. გემოზე მაგარი ტკბილია. აი ეს მომწონს, სხვადასხვა რო ეს კარგია. მაგრამ შეგულოს ხუბაში. რამდენჯერ გითხრამს რომ სუნზე რაც იყო გემოზე იგივე დაგვხვდაო. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ცუდია. თუ ის ბალანსი კარგია, ორივე შემთხვევაში კარგია, რა სუნიც კარგია, გემოც გაია. მაგრამ ეს რომ სუნზე სულ სხვა რაღაცა განწყობებს გაძლევს, რაც ვილაპარაკეთ სიმჟავე, კომში, მკვახე მსხალი და რაღაცები და გემოზე უცბად ტკბილი და ვანილი გაიჩნდება. კარგია და გივსებს რა სხვადასხვანაირ გამოცდილება. და ფინიშება ძალიან. საკმაოდ. ძალიან ცხარი არ არის? კარგია, ძალიან კარგი ვისკია. შებოლვა თავიდან იყო გამოვლების პროცესში, გადაყლაპის მერე გაქრა ისევ შებოლვა. ჩემთან არის. არის, ჩემთან არ არის. კი, შებოლვა დარჩა. ოღონდ აი ისეთ კარგ დონეზე დარჩა, აი ზუსტად იმ დონეზე, რომ არც ხელი შეუშალოს რამეს და არც ნაკლები იყოს. შებოლვა ჩემთან უფრო ხის ეფექტი დარჩა რა. შეიძლება ეგ არის შებოლვა და ხო, როგორც კაი რამეა. რავი, ძალიან კაი ბალანსია რა. მე მომეწონა ძალიან. კაი, წავედით მეორე. ეს აგვიფეთქებს ახლა პირს. ვნახოთ ცხვირზე სპირტი საერთოდ ეთყობა, ვნახოთ გემოზე დაეთყობა თუ არა. ეს გოგირდი არ გაუვიდათ, რა უნდა რა. გოგირდი არ გავიდა. ოჰო. ბიჭო, გემოზეს გოგირდია ცოტა. ძალიან ცოტა აქ. იმდენი არა, რამდენი აი, ცხვირზე. გადაყლაპის მომში ვიგზენი რა. მაგრამ სუყია რა სქელია. სუყი არის? სქელია კაც რა საუბარ. ძალიან ბევრი ნერვი მოდის გადაყლაპის მერე, ესო ესე. აუ, ძალიან სქელია. კაია გემოზე. ზეთოვანი სტრუქტურა ენაზე ძალიან ზეთი დამიტოვა. ბევრად ეფექტური ვისკია ვიდრე ის თუ იმ პატარა გოგირდის რაღაცებს იმაშვებით, რა ქვია. აი დაუგეგმავთ ვაპირებ ხა ეგეთ რამის გაკეთებას რა. ბიჭო. არა ეს აი ჩავასხი ხო, ვიცი რომ გაქვს ყველაფერი აქ მოწყობილი, მაგრამ ჩავასხი ბარემ. ხო, უი და როგორ გამახურებელი ეფექტი აქვს არა ეხლა. აუ, რამდენ ხანს გაგრძელდა ხო? აი, გრძნობ როგორ ჩადის ეს ზეთი. მოგეთ single კასკი და კასრის სიძლიერე მუშაობს, ამ ვისკიში მუშაობს, აი ეგრე მუშაობს რა. უბრალოდ აი ეს პატარა გოგირდს უნდა განიავება რა და ალბათ რომ დაასხა უნდა გაიხანი. ალბათ წყალგარეულს ვთვლი ხა შენ არ გინდა თუ არ გაურია? არა, გოგირდი დააკლოს ქვირზე. ხო, კაი. აი ჩემთან ნახე. შენთან მაინც გოგირდია. არა, დააკლო რა საპარაკო. აბა ვნახოთ. წავიდეთ წყალგარეული. დააკლო კი არა მოუმატა ჩემთან. სკვირზე. ორი და აბა გემოზე ვნახოთ. არა ბიჭო, უკეთესია. უკეთესია სიტყვა მაინც დარჩა. ტორფი მოემატა. კაი, ეს ტორფი უფრო მეტად. და გოგირდი უკან წავიდა. ტორფი მოემატა, მაგრამ ჩემთვის გოგირდი უკან წავიდა ამ ყველაფრით რა. არა, ტორფთან ერთად ჩემთვის გოგირდიც მოემატა. გემოზე კაცო? ხო, და სკვირზეც. არა, ვერ ვიტყოდი, ჩემთვის დააკლდა. ნუ ესე იგი. მაგრამ ის სისქე და სიმსუყე რაც ქონდა სიტყვა გემოზე რა სიტყვაც ქონდა, ეგ არ დაიკარგა. ხვდი, იმდან ბევრი იყო, წყალს გაუძლო, არ დაიკარგა და ჩემი გემონებით, შენთვის საპირისპიროდ, ჩემთვის ტორფი მოემატა და გოგირდი დააკლდა. ასე რომ ჩემთვის წყალგარეული ბევრად უკეთესი იყო ეს ვისკი. უფრო მისაღებია ვიდრე ისე. თუმცა ისეც ეფექტურია რა. ის არის აფეთქება ძალიან ეფექტურია და ძალიან კაი ვისკია რა. აბა ერთ ეს გორდონ მაკფეილი კიდევ ერთხელ გავსინჯო. კარგია, მე თავიდანვე მქონდა ამის ეჭვი, როცა ამურს ვადარებდით, რომ სხვადასხვა კატეგორიის ვისკია აბსოლუტურად მიხარდა გატყობა. ეს გატყობა ძალიან ცხვირზე. ამის მერე გასინჯა ყველაფრის მერე? ცხვირზე არის კამფეტი, კარამელი. უიმედე და სულ კომშები გახდა. გემოზეც გატყობა. ცხალი, კომში. ტორფი აქაც კომში კი არა და ისა. კომში შენ. მოკლედ,
ამის ბალანსი კარგია. კარგია. ძალიან კარგი ბალანსია. ბალანსით ეს ჯობნის, პირდაპირ ვაღიაროთ. ეს ჯობნიც იმით რაც აქვს single cask-ი და კასრის სიძლიერე. ეფექტური ვისკია, აფეთქებაა. ცოტა ეხლა მე განსაკუთრებით მაქვს მიცნობთ ლემანს მე მგონა ოდნავ ნაკლებად გოგირდზე აცრა ასე ვთქვათ რა, აი, ჭალებში. მაგრამ ნუ ძალიან ბევრს გიცნობთ თქვენ ახლა ვინც შეიძლება გიყურებდეთ რომ მე რო გეუბნებით რომ ვაიმე ეს საშნელი გოგირდია, სად არის გოგირდი? და შედურად იმაშებით რა ქვია, სვამთ. ანუ თქვენ არ გაწუხებთ ამას. ძალიან ბევრი ადამიანი ხანდახან გოგირდს ეძახის ხოლმე მითი ხორციან დახასიათებაში ინგლისურ დახასიათებებში მითის აწყლებით ხოლმე ხორცის სუნი და ისა აქო ხშირად მანდ ცოტა გოგირდოვან რაღაცასაც გულისხმობენ ხოლმე რა აი ეგეთი რაღაცად აღიქვამს ძალიან ბევრი ამ გოგირდოვან რაღაცას და არა ძალიან დიდ მინუსად ასე რომ მე ამ შემთხვევაში ძალიან არ უნდა მენდოთ როცა მე დავიწყებ ტუსადე გატრაკებას რომ აი მე რამდენი გოგირდია იქ იმდენი გოგირდიც არ არის რა რეალურად რა ბევრისთვის. ეს მე ვარ ძალიან ზედმეტად მომთხოვნი მაგამ ბავში. ასე რომ ის გოგირდოვნება, რაც მე ამას მინუსად ჩაუთვალე, თუ ჩემთვის 10-დან 3 იყო მინუსი, თქვენთვის 10-დან 1 იქნება. შეიძლება სულაც არ შეგაწუხოთ. ანუ ეს ბევრად ეფექტური ვისკია, სქელია, ტკბილია და ტურთთან ერთად დიდი სიმსუყე და სიტკბო აქვს რა, თავისებური. ეს ბალანსი უკეთესია, მაგრამ სუბუქი ვისკია და ლაითი. სულ სხვადასხვა კატეგორია არის, აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორია არის და ასეც იქნებოდა. უბრალოდ ჩვენ გვინდოდა რომ რახან ორივე ბუნაა და ორივე დამოუკიდებელი ბოთლერის რაღაცნაირად დაგვეჯახებინა ერთმანეთისთვის. ასაკი თან მეტია იქ. კი, ასაკის მეტი. ხო, ეგ არის რა. ორივე გასასინჯია რა. მე მაგალითად აი ჩვენ რაც გავაკეთეთ, ამას გავაკეთებდი დიდი სიამოვნებით თქვენ ადგილას. ჩვენურად 20 გრამს დავისხამდი და შევადარებდი დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს. საინტერესოა. ეს არავის საინტერესოა რა. ზოგადად ხო არ არის, მაგრამ საინტერესოა. ზოგადად ბოთლერები არის საინტერესო, იმიტომ რომ ნებისმიერი დისტილერი, აი რაც არ უნდა ყელში ქონდეს ამოსული დისტილერია რომელიმე კონკრეტული ბოთლერი რაღაცა ახალს შემოგთავაზებს. ეს ეხლა ჩემთვის საინტერესოა პროცესი იყო, ეხლა რაც გავაკეთეთ რა. თან სასიამოვნო, კარგი ვისკები და სვამ ხო? თან საინტერესოა ეძებ რაღაცას ადარებ, ვა იმას სულს უნდა იმის გაღიზიანებული რეცეპტორებიდან ამან როგორ შეიცვალა სული, რასაც ხშირად მომოვთ ხოლმე და ეს ყველაფერი არის საინტერესო და ამიტომაც ვლაღმობთ ამდენს ბატონო ჩემო და მიმოვიხილავთ. ეგარ. შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე აქ. ვისკის კლუბში. არა მარტო ამ ბოთლებზე, ბოთლერები ზოგადად ბოთლერების ფართო არჩევანია ბარში, ასე რომ შეგიძლიათ ბოთლერებიც ახალი რაღაცები აღმოჩნდეთ უკვე ძალიან ნაცნობ დისტილერიებში. ეგარი. გამოიწერეთ არხი, გაწევრდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყვარულთა კლუბი. და მოხვედით და მოდით ადგილას სადაც ისინჯება დაუწყარი ვისკები. მაგარია გუნდა რომ. რაღაცა უნდა გამოვაკარა. აბა